გაატარეთ ცხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. დაღესტანში მუსლიმანური სასწაული გრძელდება ყურანიდან. ამონარიდები ერთ-ერთი დაღესტნელი ოჯახის უკვე თითქმის ყველა წელს გაუჩნდა. პირველი ასეთი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა, როდესაც წმინდა წარწერები ახლად დაბადებული ალის ტანზე შენიშნეს. მაშინ მშობლებმა ამ შემთხვევას ყურადღება არ მიაქციეს, რადგან წარწერა საკმაოდ ბუნდოვანი იყო და თანაც ცალკეული ასოების სახით ჩნდებოდა. მოგვიანებით კი წარწერები უფრო მკვეთრი გახდა. ადგილობრივი მღვდლების განცხადებით ბავშვის ტანზე გამოსახული ფრაზები წმინდა წიგნის საწყის ციტატებს წარმოადგენს. თავიდან ალის ნიკაბზე ჩალურჯება გაუჩნდა, თუმცა შემდეგ ჰემატომა განუვითარდა და არაბულ ენაზე ალაჰი გამოისახა. ამ დროისათვის მსგავსი წარწერები უკვე ბავშვის დედას და კიდევ ერთ ახალშობილ გოგონას გაუჩნდა, რომელსაც სახელად ფატიმა დაარქვეს. ეს სახელი დედამის ორსულობის დროს მუცელზე გამოესახა. ნაწერები ოჯახის წევრებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და პარასკევს უჩნდებათ, თუმცა მათი გამოსახვა მაღალ ტემპერატურასა და გაუსაძლის ტკივილებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ვერავითარი წამლით ვერ შველიან. ოჯახში არსებული ღვთიური სასწაულის შესახებ საზოგადოებისთვის მანამ იყო უცნობი, ვიდრე პატარა ალის ტანზე არ გაჩნდა ფრაზა „გააცანით ჩემი ნიშნები ხალხს“. ყველანი გაკვირვებულები ვართ, ასეთი რამ არასდროს გვინახავს. გაატარეთ ცხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.